ხუთთვიანი განხილვა დასრულებულია სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი-2 საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, თუმცა თარიღი ჯერ არ სახელდება. მანამდე კი კვლავ ხმაურის და ოპოზიციის პროტესტის ფონზე ჩაიარა ბოლოს ხდომამ, რომელიც მთლიანად მტკიცებულებების გამოკვლევას დაეთმო. სასამართლო დავაზე კითხვა დაისვა მედიის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზეც. პასუხის დროს ყოფილმა პრემიერმა დავით დვალს და ქიბარ ხალვას თხოვნით მიმართა. შეგახსენებთ, რომ რუსთავი-2 სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვით ტელევიზიის წილები ხალვაშს უნდა დაუბრუნდეს. ზაზა ბიბილაშვილს აჯარიმებს 500 ლარით სასამართლოს უპატივცემულობისათვის. კამათი და ხმაურის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორის და იურისტების პროცესზე არ დაშვებას მოხდა. კანონის შესაბამისად სასამართლო და არც კანონი არ ითხოვს მოწინააღმდეგე მხარეს. კანონზე ლაპარაკი ამ დარბაზში უკვე ცოტა უხერხულია. თქვენ რასაც აკეთებთ, ეს უკვე კანონში აღარ ჯდება. მიკროფონი გამოვთეთ. მოსამართლეთა კოლეგიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა რუსთავი-2-ის საავტორო უფლებებთან დაკავშირებით სარჩელი უკან გაიტანა. მე ვხედავდი პერსპექტივას უთხარი ამის თაობაზე ჩემ მარცხნებაზე საბოლოო ჯამში მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება. ეს გაახსენდა ქიბარ ხალვაში, რომ ეთქობა თვითონ ეს ლოგო არ დაუხატავს. ეგეც სასაცილოა. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესი სწრაფად წავიდეს. ალბათ ურთმელიძესაც არ გაუკეთებია ესეთი რაღაცეები, რასაც დღეს ჩადის ეს ტროიკა. სხდომას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ეს იყო ძალიან მცირე ხანში უსამართლოების ისეთი კასკადი, რომ ჩვენ ძალიან ბევრმა ადამიანმა ერთად დავტოვეთ სასამართლო პროცესს. ფაქტობრივად სასამართლო დარბაზში ქალისყმით ივანიშვილი ლაპარაკობს. სასამართლოს სხდომა რუსთავი-2-ის წილის საკითხზე მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. მას დაათმობინეს წილები დავით ბეჟურაშვილის კონტროლირებად საწარმოზე და დავით ბეჟურაშვილი იმხანად იყო ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი. უსასყიდლო და აქ დღევანდელ მხარეს ეს წილები მიღებული. ლექსი რომ მოყოს იმასაც ლექსი არ ყვება. აბა სააპელაციო საჩივარი წაგიკითხავ. არ ეხება ორი ადამიანის და ორი ადვოკატის ურთიერთობა. მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის დასრულების შემდეგ რუსთავი-2-ის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს სააპელაციო სასამართლო წინასწარ გაავრცელებს. რუსთავი-2-ის საქმეზე კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა იან კელი, ამბობს, რომ სასამართლო პროცესში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა მოხდეს. მედია პლურალიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ჩარევა არ იყოს სასამართლო პროცესში. რუსთავი-2-ის სასამართლოს ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ არხის მენეჯმენტი არჩევნებამდე არ უნდა შეიცვალოს. მე პირადად გარანტად დაუდგებოდი ხალვაში იქნებოდა თუ დვალი თუ ორივე ერთად. რომ თუ მოხდა რომ სასამართლო დასრულდა უფრო ადრე და დასრულდა მათ სასარგებლოდ, არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს. და საფასურად აი რა ჩემგან მოითხოვონ რაც უნდათ. ოღონდაც ეგ სალაპარაკო არ დაგიტოვონ თქვენ. ივანიშვილის განცხადებაზე რუსთავი-2-ის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. როდის გამოიტანს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო რუსთავი-2-ის მესაკუთრესთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია. განაჩენის გამოცხადების სამართლებრივი ვადები კანონმდებლობაში გაწერილი არ არის.